ეს საქმე შეეხება ამჯერად ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უკანონოდ, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მანამდე სანამ მოხდებოდა მზია ამაღლობელისათვის სისხლის სამართლის წესით ბრალის წარდგენა, ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა უკანონოდ პოლიციამ და შემდგომ მის მიმართ ერთი და იგივე ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, ეს ეხებოდა 173 მუხლს, რომელიც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ასევე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯების მუხლებზეა საუბარი, თუმცა ეს ყველაფერი იყო ერთი და იგივე გარემოება და არც ერთი ამ მუხლის საფუძველზე არ არსებობდა წინაპირობები, რომ შედგენილიყო სამართალდარღვევის ოქმები. მიუხედავად ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე შემდგომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა მზია ამაღლობელთან მიმართებით გამოიტანეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილებები და მზია ამაღლობელი ერთ საქმეზე 2000 ლარით, ხოლო მეორე საქმეზე 1000 ლარით დააჯარიმეს. ეს ორივე საქმე და მათ შორის ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ ამიტომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით წარდგენილ ახალ საჩივარში მიუთითა, რომ ამ ქმედებებით და ამ პროცესში გამოვლენილი დარღვევებით სახეზეა კონვენციის მუხლებების დარღვევის ისეთი მასშტაბები, რომელიც დაკავშირებულია მეხუთე მუხლთან, ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, დაკავშირებულია მეექვსე მუხლთან, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, ეს კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებია და ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება კონვენციის მე-13 მუხლი მეხუთე მუხლთან ერთობლიობაში. ამ მუხლების ფარგლებში ჩვენ დავობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება იყო სრულიად უსაფუძვლო, როგორც საზოგადოებას ახსოვს, მზია ამაღლობელის პირველი დაკავება მოხდა შენობის ფასადზე, დამხმარე შენობის ფასადზე გაკრული სტიკერის გამო, სადაც იყო წარწერა იფიცება საქართველო. აი ამ წარწერის გაკრის გამო, ამ სტიკერის გაკრის გამო, მაშინდელმა აჭარის პოლიციის ხელმძღვანელმა გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა და იმდროინდელმა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელმა ირაკლი დგებუაძემ გააკეთა განმარტება მზია ამაღლობელის დაკავებისთანავე, რომ მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის საფუძველზე. 150 მუხლი გულისხმობს იერსახის დამახინჯებას და როდესაც პოლიცია მიხვდა, რომ ამ მუხლის საფუძველზე მათ არ ქონდათ საერთოდ კანონმდებლობით ფორმალურადაც კი უფლება, რომ პირი დაეკავებინათ, იმიტომ რომ კანონი არ ითვალისწინებს ამ მუხლის ჩადენის შემთხვევაშიც კი დაკავების შესაძლებლობას. შემდგომ პოლიციამ გააყალბა სამართალდარღვევის ოქმი და მას ჩაუწერეს, რომ თითქოს ის პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა ეს ვერ დაადასტურეს ვერც სასამართლო პროცესებზე. მათ მოიტანეს საქმესთან სრულიად შემთხვევლობაში არ მყოფი მტკიცებულებები, პოლიციელებმა მისცეს ცრუ ჩვენებები სასამართლოს ხდომაზე და აი ამ მტკიცებულებებზე, ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდა მზია ამაღლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი მზია ამაღლობელის საქმეში არსებულ დარღვევებზე. გვინდა საზოგადოებას ასევე შევახსენოთ, რომ მზია ამაღლობელის ერთი საქმე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება საკმაოდ სწრაფ ტემპებში. ის პირველი საქმე შეეხებოდა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას, რომელიც ასევე უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და სხვა თამდევ დარღვევებს, რომელიც მათ შორის უკავშირდებოდა იგივე ამ პატაკის საფუძველზე ტელეფონის ჩამორთმევას, ექსპერტიზის ჩატარებას, რომელიც დადასტურდა რამდენიმე დღის წინაც, რომ სრულიად უსაფუძვლოდ ჩატარდა და არავითარი წინაპირობები არ არსებობდა ამის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მზია ამაღლობელი იპოვის სამართალს, რომელიც სამწუხაროდ ქვეყნის შიგნით შეუძლებელია რომ იყოს მიღწეული.